მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ეს მოდა, მე კი მისი წამყვანი თაკო ტაბატაძე ვარ. დღევანდელ ჩვენს სტუმრებს რაც შეეხება, მოვიწვიე მოდელი აისელ მამედოვი და ასევე მოვიწვიე მისი რეჟისორი ელნურ ჰასანზადე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემთან მობრძანებისათვის, თუ რატომ მოვიწვიე რეჟისორი, სულ რაღაც ცოტა ხანში გავიგებთ მაგას. მოდით დავიწყოთ, მე გავიგე პატარა საიდუმლო, რომ იღებთ ერთ-ერთ ფილმს, ასე რომ ძალიან დამაინტერესა ჯერ როგორც თვითონ თქვენი მოდელისგან, იმიტომ რომ მოდელი, რომელიც არის მსახიობი. არა მარტო მსახიობი, მაგრამ ამ ამპულაში მსახიობი. მოდით დავიწყოთ და ვისაუბროთ თვითონ ფილმზე. რას გეგმავთ საერთოდ მოგვიყევით ფილმის შესახებ? ეს ფილმი მუსლიმანის და ქრისტიანის სიყვარულზეა. ოჯახის და რელიგიის რაღაცა პრობლემები, ბევრი პრობლემები არის ფილმში და რა ვიცი, ფილმის პრემიერა მე მგონი 1 სექტემბერიდან იქნება და ნახოთ როგორ იქნება. იმედი მაქვს რომ კაი ფილმი გამოვა. და აისელი რა თქმა უნდა თქვენს ფილმში მონაწილეობას ღებულობს. აისელი ფილმში აზერბაიჯანი გოგოა და მთავარ როლში და ეს ბიჭი არის ქართველი. და ბიჭის კანდიდატი შერჩეული გაქვთ უკვე თუ ჯერჯერობით არა? ჯერჯერობით არა. კარგი. მოდი გადავიდეთ მთავარ გმირზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი, მოდით ესა ვრცლად მოგიყვებით ამ ფილმის შესახებ. რა თქმა უნდა, დღესდღეობით 21 საუკუნეა, მაგრამ ეს პრობლემა ჯერჯერობით კიდევ არ არის გადაჭრილი. იცით, ზოგადად ისეთი სადაო საკითხია, როდესაც აზერბაიჯანელ გოგონას შეუყვარდება ქართველი ბიჭი, ანუ ქრისტიანი და რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი სადაო საქმე ნამდვილად და ამაზე ძალიან ბევრი დაობს. რა თქმა უნდა, ეხლა პრობლემა იმიტომ არის, ეხლა თუ დაბადებულ გაზრდილია საქართველოში, რატომაც არა, ეხლა არ შევიყვარო ქართველი ბიჭი და რატომაც არ შეიძლება, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ რელიგია გეწინააღმდეგებათ ამ ყოველთვის. მაგრამ ზუსტადაც ელნური ამ ფილმს იმიტომ იღებს, რომ დაადასტუროს, რომ სიყვარულს ნამდვილად საზღვრები არ აქვს და არც კანონები და ვერავინ ვერ აუგრძელებს ამ ყველაფერს. ისე წაკითხული გაქვთ. ნამდვილად. და როგორ გრძნობს თქვენი გმირი თავს? ანუ ხართ თუ არა თქვენ ხასიათში ჯდება თუ არა ეს პერსონაჟი რომელსაც თქვენ თამაშობთ? დიახ, ნამდვილად იცით, გავიხსენებ რაფაელ ერისთავის ლეკს, სადაც შობილო გავსდიულა და მის როლია ის არის, სადაც მამა-პაპა მეგულის, იმათი კუბოს ფიცარი. ეს უბრალოდ ის მომენტია, როდესაც რავი, საქართველოში ვარ დაბადებული გაზრდილი და აქაური კულტურით, ზოგადად ხალხი და ასე შემდეგ ვარ იმდენად ახლოს მაგათთან, რომ უკვე თავს გრძნობ ნამდვილად აქაურ პიროვნებად. კარგი, სანამ მეორე კითხვაზე გადავალ, მე მინდა მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, ეს არის 235-33-37. ან შეგიძლიათ SMS-ები მოგწეროთ 935-40 935-41 955-00. მოდით გავაგრძელოთ თქვენი თემა. ანუ რთული როლია ეს? საკმაოდ რთული როლია, შესაბამისად, მაგრამ ახლა მოვერგი მე მგონი ამ როლს და გრძნობ, გრძნობიარეთ ვასრულებ მე მგონი ამ როლს. კარგი, მოდით ცოტა ხანი რეჟისორთან გადავალ. რამდენი წლის ხართ? 19 წლის ვარ. ჩვენი ტოლი ხართ? კი. ნამდვილად. და იღებთ სერიოზულ ფილმს. კი. მაინტერესებს რა საკიან დაიწყოთ რეჟისორობა? ან რატომ გაგიტაცათ ამ სპეციალობა? რა ვიცი, ჩემი სურვილი ასე ბავშვებთან იმაზე რაღაცა ფილმზე. ჯერ სადღაცა 6 წლის წინ იყო და ჯერ მოვადიეთ ქართულად კარგად არ ვიცი. როგორ გეკეთებოდა პრობლემა არის? მობილურად ვიღებდი ისა პატარა ეს 2 წითიანი ფილმი. პრაქტიკას ვებულობდი მაინც ხო? ესე დაიწყე რა ჩემს. და გადაგიღიათ სერიოზული ფილმები. პირველი თქვენი ფილმი რა იყო? ან თუნდაც პატარა გადაღება, რომელიც გადაცემა. ჩემი პირველი 45 წუთიანი ფილმი მაქვს და ეს პროფესიონალური ფილმი არ არის. მაფიაზე იყო და რაღაც ესე. თავშობლიურ სოფელში გადაღებული და უფრო ესეთი პატრიოტული ფილმი გადაიღო თავის სოფელზე. ეხლა თქვენ ფილმს იღებთ. კი. თუ საიდუმლო არ იქნება, მოდით გავაჟღეროთ ეს ტივის ამ სტუდიაში. შინაარსობრივად, ცოტა მაინც ინტრიგულად, მაგრამ მაინც. ცოტა რა თქვა შინაარსი, რას ეხება, რომ საზოგადოებამ იცის, რომ იღებს ელნურ ჰასანზადე ფილმს და რომ ხალხმა უყუროს, გახდეს მასიური. არა მარტო რეჟისორი, პროდიუსერიც კი გახლავთ ამ ფილმის. ახლა მე ვერ აგიხსენებ ქართულად კარგად აი ესე მომ. კარგი, კი ბატონო. ესე იგი როგორც გახსენეთ, ეს არის ზუსტად რელიგიაზე ასახული ფილმი, ორ ერზე არის ზუსტად შედმული ეს ფილმი და ზოგადად ეს პრობლემებზე არის გადაჭრილი ბიჭის და გოგოს სიყვარული, გოგონა აზერბაიჯანელია, ბიჭი ქართველი და საბოლოოდ რა თქმა უნდა ოჯახის წევრების წინააღმდეგები
არიან ამ ყველაფრის გამო და საბოლოოდ რახან საჩუქარია ფილმი, საჩუქრად დავტოვებთ ამ ყველაფერს და ბოლოს 1 სექტემბერს გაიგებთ ყველაფერს. საჩუქრად არჩა ჯერჯერობით. და ვინ მუშაობს ფილმში? ვიცით რომ რეჟისორი ყავთ? კი ბატონო. ახალდადე. მაინტერესებს პროფესიონალები მუშაობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი დედიკო ყოველას, რა თქმა უნდა, ჩვენი უსაყვარლესი დედიკო და არა მარტო პროფესიონალი ქალბატონი ნატო მახათაძე და ზაზა ლომიძე. ძალიან ბევრი ხალხი იღებულობს მონაწილეობას თქვენს ფილმში თუ არა? კი, კასტინგი შერჩეული გაქვთ, დამთავრებული გაქვთ თუ რა? არა, ჯერ კიდე მიმდინარეობს კასტინგები და ვეძებთ ესე იგი დედიკოს, მამიკოს და ბიჭს. და თქვენი სახე ძალიან საინტერესო სახეა. ჩემი? კი. მე მინდა რომ თქვენც ეს ფილმში ითმაშო. მე? დიახ, ძალიან მოეწონე თავიდანვე აღნიშნა რეჟისორმა ეს, რომ აი ძალიან ისე ქართული ტიპაჟია და ძალიან ჩდება ჩარჩოებში ზუსტად პერსონაჟი. ძალიან დიდი მადლობა და აქვე ვიტყოდ თანახმავარ. ძალიან კარგი. მაშინ ეგეც გამივხილეთ რა თანახმავთ. ნუ ზუსტად არ ვიცი ჯერ ვეთქვი. ჩვენი დაქალი იქნება რა თქმა უნდა, ხო გადავწყვეტეთ უკვე, ჩემი დაქალი იქნება ახლა. რა საინტერესო არის, მომწონს. დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა მართლა. კიდევ რამეც ხომ არ გვეტყოთ ფილმის შესახებ? ფილმის შესახებ ვაპირებთ სავომავლოდ ბაქოში გავაგზავნოთ სხვადასხვა ფესტივალებზე, რა თქმა უნდა და ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ელნურს და ასევე დამწყებ მსახიობებსაც. თქვენ ძალიან ბევრ ხალხთან გიწევთ ყოველდღიური კონტაქტი. რამდენად მარტივია პროფესიონალ დონეზე ყავდეთ ძალიან ბევრი ხალხი, მე ვიცი რომ ფილმი რამდენ ხნიანი არის, მე მგონი 1 საათიანი. 1 საათი მიმდინარეობს და ძალიან რთულია ეს გადასაღებად. კი, რა თქმა უნდა. სანამ კითხვაზე პასუხს გამცემდეთ, მოდით ზარი ეთერში გისმენთ? გისმენთ, თუ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ. 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 მე ნატო არ მახათაძე და გამარჯობათ. მე თაკო ბადენ მომწონს ხართ ვფიქრობ რომ გაარკვევთ თავს ჩვენი თავარი გმირის მეგობრის როდესთან. დავამატებდით რომ ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა პრინციპში კი ახსენა ის ელმა. ოღონდ მაინც ფაბულას კი არა ისე ვიტყოდი თავარი თემა მაინც არა ესე ვთქვათ რელიგიური უთანხმოება არამედ ჩვენი მენტალობა ჩვენი დამოკიდებულება ანუ თუ ადამიანი გიყვარს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა არც მის სოციალურ ფენას არც მის ესე ვთქვათ სოფხედლოვობას არც მის რელიგიას ну შეიძლება ამ მომენტში ჩემთვის ამის თქმა ძალიან მარტივია და ფაზე ესე ვთქვათ გავკითხო ყოველთვის ის მითითებს რომ ჭა ვიტყვი რომ სიყვარული უბრალოდ პავლისა ჩემ შემთხვევაში როგორ იქნება არ ვიცი ჩემი ოჯახის წევრები იმასაც და ну სექტემბერში იქნება პრემიერა ყოველ შემთხვევაში ვთვლი რომ ძალიან საინტერესო ფილმი იქნება იმიტომ რომ თამაშობენ როგორც პროფესიონალი ასევე არაპროფესიონალი ადამიანები აი ეს მინდა პირადად დიდი მადლობა უთხრა იმიტომ რომ არა ის მე ვერ გავიცნობდი ელნურს ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ნუ ჩემს გვერდზე დგას ჩემი ზაზა ლეონიძე, რომელმაც პრინციპში ტელეკომპანიამსის ყველაზე საუკეთესო, ესე ვთქვათ, ток-შოუები, ესე ვთქვათ, უხელმძღვანელი ამას და მან მისი რეჟისორი იყო. და რა ვიცი, გიყურებთ, მოგწონს ეს ტივი, რეალურად ეს არის ტელევიზია, რომელიც საქართველოს მასმედიას უქმნის რეალურად ძალიან საინტერესო პროფესიონალურ კადრებს, მადლობას გეტყვით. გისურვებთ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან. კარგად განდებოდეთ. ნახავთ. დიდი მადლობა ქალბატონ ნატას, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი არის, ასე ღიად ვიტყვი, როგორც ჩემი ასევე აისელი, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ არა ნატა მახათაძე მე აისელს ვერც გავიცნობდი და ჩვენი აღმზრდელი არის ნამდვილად. და ვერც ელნურს და არ მომიცემოდა იმის საშუალება, რომ ეს ტივი სამ სტუდიაში მე თქვა თქვენთვის თანხმობა. დიდი მადლობა ნატა ზარისთვის. კარგით, მოდით ჩვენ კითხვას დავუბრუნდეთ. ნატაც ვახსენეთ, დაგვირეკა კიდევაც გვაქოდათ, გაქოთ თქვენ. მოდით გითხარით, მაშინ ბოლოს რამდენად გიმარტივდებათ ურთიერთობა ხალხთან? და რამდენად მარტივია თქვენთვის პროფესიონალურ დონეზე? თუნდაც ჩემ შემთხვევაში გეტყვით არაპროფესიონალს შემოთავაზე ამ წუთას სახიობობა, რამდენად გაგიმარტივდებათ ეს ყველაფერი? ხო. ანუ იცით რა არის, მოდით მე ვეტყვი, ელნურს მაგერ ცოტა უჭირს ლაპარაკი. რამდენად ადვილია თუ ძნელი ეს ნამდვილად ვფიქრობ, რა ხან დამწყები რეჟისორი უფრო მისთვის უფრო უძნელდება ეს ყველაფერი, ხო, ელნურს, მაგრამ ნატოსნაირი პროფესიონალები რო გვერდში გვიდგანს, ნამდვილად უკვე უფრო უადვილდება ნამდვილად და უფრო მარტივად მიდის საქმე და უფრო სწრაფად და
ძალიან დიდი მადლობა. ეფექტურად. ძალიან დიდი მადლობა მისათვის, რომ მობრძანეთ და დაგვაფასეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ შემოთავაზება მომეცეთ თანხმობა მოგეთით ამ ყველაფერზე. ჩვენთან ახლა რეკლამის დროა, მაგრამ რეკლამის შემდეგ სულ მალე დავბრუნდებით და გავიგებთ იმ მიზეზს, რატომ მოვიყვანეთ აისელი სტუმრად დღეს. რეკლამა ჩვენს ეთერში შეიძლება. გავზარდით. მოგესალმებით, აი ესე გავხსენით რეკლამის შემდეგ დაბრუნება. ალბათ ძალიან ბევრს გაგიჩნდებათ ესეთი რაღაცა, რომ რატომ ათვია მე ესეთი ტანსაცმელი, მაგრამ ეხლა მოგახსენეთ, მე დავიხმარე აი ესელს აზიური საღამოს მოწყობაში, ესე ექსპრომტად მოხდა ყველაფერი, მაგრამ პირობას გაძლევთ შემდეგში უკეთეს აზიურ საღამოს გაჩუქებ. დიდი მადლობა აისა და მოხებული ვარ ისო, რა თქმა უნდა, თუნდაც აი ჯინსებით აზიური ცეკვის ცეკვას. კარგი, მოდი გადავიდეთ ჩვენს თემაზე. ჩვენ გქონდა წინა დღეს გუშინ წინ ჩაწერა, ყავდი სტუმრად შენ. დიახ. ასე რომ მოდი ჩვენ სტუმარს გაგაცნობთ, ეს არის ალიონა არტამონოვა, რამდენი წლის ხარ? 20 წლის და მისი მოთხოვნა იყო ესეთი, რომ ენახა რა თქმა უნდა მოხდები. ჩვენ შევუწყეთ ამაში ხელი, იმიტომ რომ ის არის დამწყები მოდელი. ასე რომ მოდი საზოგადოებას კიდე განვუმარტოთ, რას ნიშნავს მოდელობა, მარტივია თუ რთულია, გიწევთ თუ არა ბევრ რაღაცზე თვალების დახუჭვა. ამ ყველაფერზე პასუხს გავცემთ, ოღონდ მანამდე კი მინდა სატელეფონო ნომერი გამოვაცხადო, ეს არის 235-3307. ალბათ ძალიან ბევრს გაგიჩნდებათ სურვილი და დაგვირეკავთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მოდით დავიწყოთ ჩვენი დიალოგი. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მომბრძანებისათვის და აი ესელი აქ ვიზის და მოდით ვკითხოთ ის თემები, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ანუ მაინტერესებს საერთოდ რით მოგწონს მოდელობა, რა მოგწონს? ესე იგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით აქ რაღაც დაწვრილებით ინფორმაცია, რომ გაინტერესებდეთ მოდელობის შესახებ.
რა თქმა უნდა, საქართველოში დღესდღეობით ძალიან აქტუალური გახდა სამოდელო სფერო, თუმცა ყოველთვის ვახსენებ იმას, რომ ეს უფრო არის მეორადი პროფესია, არ არის ნამდვილად ისეთი პროფესია, როგორიც უნდა კონდეს აი სამუდამო პროფესია, ხო? ეს შეიძლება იყოს როგორც რუსულად второстепенная профессия, ხო, ეს მეორადი. იმიტომ რომ სამოდელო ახლა ბუნებრივია 35 მეტრის ასაკში ვერავინ ვერ იქნება მოდელი ახლა რა თქმა უნდა. და უფრო გასართობად შეგვიძლია დავარქვათ და აი ესა თინეიჯერულ ასაკში მაქსიმუმ 25 წლამდე შეგიძლია გაერთო და რავი პოპულარობა შეიძლება ამის რაღაც სანამ კითხვას დაგისვამდა ჩვენი სტუმარი მანამდე მე მინდა ერთი რაღაცა გკითხო. ალენა მე მკითხა და მე გავუბედავ და მე გეტყვი მე საინტერესოა რამდენად გქონდა გამარჯვების შანსი. ბატონო რომ გამარჯვების შანსი. რამდენად სამოდელო სფეროს. კი. ნამდვილად პირველივე დანახვაზე რომ ნახე ალენა იმდენად შოკში ვიყავი და აი პირველად ხო ვკითხე თქვენთან რომ აი შენ მოდელი არ ხარ დღემდე ხო? საქართველოში ახლა არ მინდა რა შეურაცხო, მაგრამ ისეთი ხალხი არის ხოლმე მოდელები რომ აი რა ვიცი გასაკვირია რომ ეს მოდელი და ესეთი ანგელოზებით გოგონები რო არ არიან მოდელები მართლა სამწუხაროა ხო და რავი ყველანაირად აკმაყოფილებს სამოდელო როგორ თქვათ ყველანაირად პარამეტრებს ხო კარგით მე მექნება თქვენთან კითხვა რატომ მაინდა-მაინც მამედოვი აი ესა მამედოვი რა მოგეწონათ ამ ადამიანში რომ გახდა ესეთი ცნობადი უცბად ერთი გადაცემის შემდეგ ანუ პირველ რიგში ძალიან კარგი პიროვნება მომწონს როგორც მოდელი და ძალიან მეგობრულიც არის. დიახ, ძალიან მაინტერესებს ზოგადად მისი აზრი, რას მეტყოდა მაგალითად იმიჯის შეცვლაზე, რამე თუ მჭირდება, რავი, გაუკეთესებისკენ. ესე იგი, იმიჯის შეცვლაზე რო ვისაუბროთ, ზოგადად ახლა დიზაინერს უფრო დიზაინერი იყოდა, მაგრამ მე ჩემს დავამატებდი უფრო გრაციოზული სტილი მოგიხდება, ესეთი სლავური სტილი გაქვს უფრო და რაღაც გრაციოზული სტილი და ცოტა ისე კოსა და რაღაც მოგიხდებოდა ძალიან ესეთი კაი სახე. საინტერესოა ჩემზე რა სიტყვა. შენზე რა ვიცი, ისე წინასწარ სხვანაირ სტილში იყავი დღეს აზიურში ცოტა ესეთი. მე მგონი ყველანაირ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არა თაკო შენ ახლა მე მგონი აი რა ვიცი, აი ტომარაც რო ჩაგაცვათ ისეთი ყოველთვის ლამაზი იქნები როგორც ნამდვილად. სხვადასხვა როგორც წინა გადაცემაში გითხარი, ეხლაც იმას გეტყვი, რომ ბავშვობიდან მინდოდა მოდელობა. ცეკვავდი კიდევაც 6 წელი, მქონდა ნუ თავიდან ტანი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ვხედავთ ყველაფერს გავიზარდეთ და გავსუქდი, მე ისე დავიკელი, ასე რომ ეს პრობლემატურად მექცა და ნუ მე არ მაქვს იმის შანსი, რომ გავხდე მოდელი. ასე რომ შენ გაქვს ამის შანსი. ხარდაჭერა თუ გაქვს ოჯახისგან? დიახ, რა თქმა უნდა. მე ბევრი ოჯახის ის ვიცი, რომ მაგალითად ბავშვს უშლიან, რომ იყოს მოდელი. აი, რატომ ვერ ხდები? ართა შემთხვევაში პირიქით ხელს მიწყობენ ამ საქმეში და აი ისეთი შემთხვევაში ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახი უშლის, რომ იყოს მოდელი, იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან დიდი ის არის გამოხვიდე ჩვენებაზე, გეცვას თუნდაც ბიკინები, მათ ვიტყვი, იმიტომ რომ ფაქტიურად ტანზე ხარ, სხეული გაქვს შიშველი. და აი ისე მამედოვია აზერბაიჯანელი, მაგრამ საქართველოში გაზრდილია, დაბადებული გაზრდილია და სწორედ ხორცამდე არის ქართველი. ჩვენს წესებზე რა სიტყვადი? თქვენს წესებზე რავი, აი იმდენად აი უკვე შევეჩვიო რომ მგონია თქვენი, ჩვენი უკვე ვეღარ განვასხვავებ, იგივეა თქვენი, ჩვენი, ჩემი, თქვენი. ნამდვილად ესე რახან საქართველოში ვარ და დაბადებული გაზრდილი, მაინც იცი რა, აი აინტერესებდა ჩვენ სტუმარს, რამდენად რისკიანი სპეციალობაა. მოდელობა. რისკიანი ნამდვილად არის, იმიტომ რომ აი რა ვიცი, შენი აი სულიერი და ხორციელი ეს ვიზუალი უნდა აი შესწირო მოდას, თორე სხვანაირად არ გამოვა. ყველაფერს უნდა დაიმორჩილო მოდის სფეროში. მე მოდას თავისი კანონები აქვს, რა თქმა უნდა. მაინც ის რომ ფორმაში უნდა იყო ყოველთვის, რა თქმა უნდა. აი ყველას ვინც რასაც გენ, ანუ ეხლა ვისაც მოგიწევს სამომავლოდ მუშაობა, ყველას უნდა დაიმორჩილო, რასაც გეტყვის. თუნდაც რო გითხას თავი გადაიპარსა, უნდა გადაიპარსო, რა თქმა უნდა. ანუ აი ესეთი კანონები აქვს, რა თქმა უნდა, მოდას ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა, ალბათ ძალიან დაგეხმარა, არა მარტო მე, დაგეხმარა, არამედ ჩვენი ესტივი დაგეხმარა იმაში, რომ ცოტა უფრო ძირფესვიანად გაგეცნო მოდის თემა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა შენ. ვთქვათ, რომ ჩემ სტუდიაში გარანტირებული სახე იქნება ამ გოგონას. ნამდვილად. წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში, ამაში გულისხმობ მოდას. რაც მე არ გამომივიდა, გულით გისურვებ რომ გამოგივიდეს. სამაგიეროდ სახიობობა გამოგივიდა თაკუში. ნუ რა თქმა უნდა, დღეს ჩემ თავაზება მქონდა, რომ უარი ნამდვილად არ უნდა მეთქვას ჩემ თავაზებაზე. დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ ხარ ჩვენთან თანამშრომლობ ფესტივალთან. დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ გვიყურებდით. მადლობა ზარისთვის ყველას. ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით ისევ ამ დროს, ამ დღეს. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ნახვამდის კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.